საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაშობს და ითამაშება პორტუგალიის ნაკრებს. ვნახოთ, მოუგებთ თუ არა პორტუგალიის ნაკრებს. ისინი თითქმის დაუმარცხებელი გუნდია, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია. დავითაშვილი დაიწყებს თამაშს, კვარაცხელია, ოდიშარია შეტევაზე გადავდივართ, მაგრამ პორტუგალიელებმა წაგვართვეს ბურთი და მოდიან შეტევაზე, ნუნო მენდეში, ნეტო, ბრუნო ფერნანდეში, რონალდო და გადავრჩით. ოდიშარიას მიაქვს ბურთი, კვარაცხელია და მოდიან პორტუგალიელები და შევაკავეთ. კარგია, ხვიჩა, კარგი შანსი, ჩააწოდე საჯარიმოში დარტყმა აღარ შედგა და აქ რა ხდება? ისევ ჩვენ გვჩება ბურთი, კაკაბაძე, მიდი კაკაბაძე დაიბრუნე ბურთი, მაგრამ წაართვეს. და რა ხდება? აქ პორტუგალიელები გვიტევენ ნეტუ, მაგრამ აზარომა შეაჩერა. ოდიშარია, კარგია, ოდიშარია, ჩაწოდა დარტყმა აღარ გამოვიდა. არა უშავს. თავარია ბურთი შევინარჩუნოთ და ჩააწოდე რამენაირად საჯარიმოში, ჩააწოდა კიდეც, მაგრამ დარტყმა აღარ გამოვიდა. ოდიშარია ისევ ბურთით, ისევ აწოდებს, არა ვეღარ ჩააწოდა და პორტუგალიელები მოდიან ახლა შეტევაზე. ვიტინიამ პასი გააკეთა ნუნო მენდეში, არ უნდა გამოუშვათ ნევეში და მენდეში ვეღარ დაეწია, გადავრჩით. კიტეიშვილი, კარგია, მიქაუტაძემ ვეღარ იკავა ბურთი, კაკაბაძე უნდა გადავრჩით, რონალდოს დარტყმა მოიგერია, ტაბიძე მოიგერია და სამწუხაროდ პედრო ნეტუმ გახსნა ანგარიში. ძალიან კარგი პრესინგი გააკეთა აქ პორტუგალიელებმა და სამწუხაროდ გოლი შეგვიგდო ეს რონალდოსისა და პრესინგის ხარჯზე გაგვიტანა გოლი. მაგრამ შეგვიძლია რომ ამოუქაჩოთ. დავითაშვილი, მიქაუტაძე, კიტეიშვილი. აბა განცურება ორ ფეხბურთელში. კიტეიშვილი დღეს არც ისე ცუდია. ოთო კაკაბაძე. მიდი აბა ქოჩორაშვილი, ტაბიძე კარგად ასხობს ტერიტორიებს და პორტუგალიელებს შეუძლია რომ ჩაუკეტოს გზა. კარგად დავითაშვილმა ბურთი ვერ წაართვა, ისევ პორტუგალიელები ბრუნო ფერნანდეშმა გააკეთა პასი და აქ დავიბრუნეთ ბურთი, კაკაბაძე მომარტყა, კარგია, კვარაცხელია, ხვიჩა, არა. ისევ პორტუგალიელები აკონტროლებენ ბურთს და პირველი ტაიმი მორჩა მარცხით 1-0. მაგრამ შეგვიძლია მოვუქაჩოთ და აი აქ მეორე ტაიმი იწყება საქართველოსი უკვე. და პორტუგალიელები იწყებენ მეორე ტაიმს და იმწავს ჯიმი ტაბიძეს, აქ ტაბიძე ამოარტყა და ცვლილებები მოხდა ისე. ლომინაძე შემოვიდა, საბახარებაშვილი და თვალი მე მგონი, კარგად ვერ დავინახე. და ლომინაძე, ვიზეც ვლაპარაკობდით, კარგია, შეტევა დარტყმა არა. რაც ლომინაძე ნაკრებში მოვიდა ჩვენთან, ნაკრები უფრო სხვა გემოსი გახდა, უფრო ძლიერი, ასეთი შემტევი რომ მოვიყვანეთ ნოდო ლომინაძე. და ზაროვი, მაგრამ კი ტაბიძე, ქოჩორაშვილი ამოარტყა, კარგია, მიქაუტაძე. მეორე ტაიმში რაც ცვლილებები გაკეთდა საქართველოს ნაკრები თითქოს გააქტიურდა. და ვნახოთ ამის ხარჯზე თუ მოახერხებდა მოკაჩვას. და
პედრო გონსალესი რა პედრო გონსალესი ქოჩორაშვილი შემიშალა სახელები პედრონეტი უნდა მეთქვა მიქაუტაძე წართვი ვერ წართვა ტაბიძე რონალდო მოდის შეტევაზე რონალდო კრისტიანუ სამწუხაროდ კრისტიანუ რონალდო 2-0-ზე გაზარდა ანგარიში გაგნიძე გაგნიძე შემოსულა კიდე ხარებაშვილი და ჩვენია ბურთი ტაბიძე რა კარგი პასი გააკეთა არა და ლომინაძე რასავს კარგია ლომინაძე დარტყმა და 2-1 ნოტო ლომინაძე მეკარის შეცდომით ისარგებლა და შეაგდო ცარიელ კარში გოლი აი ხო ვიძახდი შემოვიდა ლომინაძე და გაიტანა და 2-1 კამბექის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა მოდიან პორტუგალიელები და აღარ უნდა ჩავაწოდებინოთ რა ხდება გამოვიტანეთ ბურთი აქ მაგრამ ვეღარ გამოვიტანეთ დარტყმა და გადავრჩით ძალიან ყვაწვებიან პორტუგალიელები რაც არ ყვაწყობს ვოჩოშვილი ლომინაძეზე გააკეთა პასი და ვიხარ დაეწია ლომინაძე აქ და ისევ ეცდება პრესინგს მაგრამ არა და კარგია ოდიშარია მიდი დაღლილი ხარ მაგრამ არა უშავს კარგია ჩაწოდა რა და კიდევ ოდიშარია ბურთით ლომინაძე ჩაწოდა კიტეიშვილი მიკაუტაძე დარტყმა და 2-2 აი კამბექი აი საქართველოს ნაკრები არის აი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები ბრწყინავენ მიკაუტაძე შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი არაა მიკაუტაძე მაგრამ ლომინაძემ და გაგნიძემ მოხტი მიცეს საქართველოს 2-2 რო უნებაში შემოვიდა აქ და აი აქ უკვე დამატებით დროში გადავდივართ და ვნახოთ ამოქაჭოთ თუ არა დამატებით დრომდე კიდევ არის შანსი არა აღარ არის არა არის ლომინაძე კაია აბა დამატებით დრო არ გვჭირდება აბა ვნახოთ გააკეთა პასი ჩააწოდა და ლომინაძე დარტყმა ხო ლომინაძე დუბლი და 3-2 გამარჯობათ ეს ნოტარ ლომინაძეა ის არის საქართველოს ნაკრების ლომი უნდა უფრთხილდეთ მას და მის შემოტევებს რადგან არიცით რა დროს შემოგიტევთ და რა დროს გაგიტანთ გოლს მისი წყალობით ეხლა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და იქ დაუპირისპირდება არ ვიცი თვის დაუპირისპირდება იქ ვნახავთახლავე რა ხდება სული შოკია საქართველოს პორტუგალიას 3-2 მოუგო სერბეთმა ნიდერლანდებს 6-5 ბრაზილიამ ესპანეთს 5-4 და ეგვიპტეს ჩილემ 4-2 საინტერესო ნახევარფინალი სადაც საქართველოს სერბეთს დაუპირისპირდება ხოლო ესპანეთი ჩილეს ვნახოთ საქართველოს სერბეთთანაც მოახერხებს თუ არა მოიგოს და პორტუგალიას როგორც გაუწია